კოდების უღელტეხილზე სათხილამურო სპორტში რაიონული ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. სპეციალურ გიგანტურ სლალომში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 6 ჩემპიონი გამოვლინდა. მონაწილეებს 600 მეტრიანი დისტანცია ყველაზე ნაკლებ დროში უნდა გადაელახათ. საუკეთესო შედეგი თენგიზ მეხეშიძემ აჩვენა, მან 600 მეტრიანი დისტანცია 53 წამში დაფარა. ხოლო გოგონებში ყველაზე სწრაფი დაშვება ილონა შავაძემ განახორციელა. ტურნირში ქედელებისა და დანის პარაულის სასპორტო სკოლების 45 მოთხილამურე მონაწილეობდა. გამარჯვებულები ხულოს ნაკრების სახელით 28 თებერვალს აჭარის პირველობისთვის იბრძოლებენ. ღონისძიება ხულოს სასპორტო სკოლის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით გაიმართა. პრიზიორებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ. ცოტა მონაწილე ავიღე პირველი ადგილი, ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. გოდერძის უღელტეხილის ტრასების შესაბამისია მოყვარულთა და დამწყებ სპორტსმენების დონისა. ვაპირებ მომავლისთვის გოდერძის უღელტეხილზე გავაგრძელო ვარჯიში და მივიღო ასპარეზობა, გამოვიდა შეჯიბრებებზე. პირველგვარდელი შედეგით. იმედები მქონდა რომ მოვიგებდი, უკვე აგახანია ვარქშოპს. ეხლა ვემზადებით აჭარის ჩემპიონატისათვის, სადაც გამოვლინდება პირველი ადგილი, რომლებიც სწავლენ საქართველოს ჩემპიონატს. სხვადასხვა კურორტებზე. ჩავატარეთ 3 ასაკობრივ ჯგუფში, გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები. დიდებში ჰქონდა 97-18-იანებში და 18-2000-იან წლებში. გამოვლინდნენ პრიზიორები, რომლებიც დაჯილდოვდა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული პრიზები.